მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულავში, ქალაქ თბილისში, სულხან-სინცაძის 73 ნომერში. ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ კლინიკაში ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად საჭირო არის წინასწარი რეგისტრაცია. კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50 593 30 02 ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად, რადგან წინასწარი კონსულტაციაა საჭირო, ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ აი ამ ტელეფონის ნომრებზე შეგვეხმიანოთ წინასწარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის სამედიცინო გადაცემა ესკულავში, რომელიც გადის ტელეკომპანია პეკატივის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 8 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს საათებში ან იმავე კვირის კვირას ან შაბათს. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო საარქივო გვერდზე პეკატივი 2, ვისაც ტელევიზიასთან წდომა არ გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.g პეკატივის გვერდის live რეჟიმი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ხარაიშვილი, ფსიქოლოგი, ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მინდა მოვიწვიო და ვესაუბრო, იმიტომ რომ ის არის ასე ვთქვათ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში და მეორე იმიტომ, რომ მისი პროფესია ფსიქოლოგია განათლებით გიორგი ალბათ ყველაზე უფრო სწორად და ყველაზე უფრო პროგნოზულად სწორ შეფასებას მოგცემს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამასთან ერთად ჩვენი კლინიკა, ვინაიდან ჩვენ სამედიცინო პერსონალი ვართ, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ზოგადად ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ფსიქოსტაბილობის მდგომარეობის არსებობას ჩვენს პაციენტებში, ამიტომაც ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ მათ ფსიქოლოგიურ, ფსიქოემოციურ განწყობას, იმიტომ რომ თავის ტვინი და ზოგადად ნერვული სისტემა, ფსიქოლოგია ადამიანის ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადებების, ნოზოლოგიების არა მარტო აღმოცენებაზე, არამედ მიმდინარეობაზე, მათ გამოსავალზე. შესაბამისად, ჩვენ მთელი გუნდი ბატონ ზაქარიასთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე პაციენტს იმ შემთხვევაში, როდესაც შევამჩნევთ, რა თქმა უნდა, რომ მსგავსი ტიპის დახმარება ჭირდება, სათანადო დახმარება გაუწიოთ, ამიტომაც ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ნევროლოგია ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგებია, მეტადრე მაშინ, როდესაც დღესდღეობით პირდაპირ არის დადგენილი უკვე ნერვისა და თუნდაც ნაწლავის ღერძის არსებობა, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენები ორგანიზმზე და ზოგიერთი მეცნიერი იმაზეც საუბრობს, რომ ესეთი კრიტიკულ პერიოდში, როგორც დღეს საქართველოშია, ძალიან ხშირად მატულობს არა მარტო ფსიქიკური, არამედ ფიზიკური დაავადებების, არა მარტო ცუდი მიმდინარეობა, არამედ აღმოცენებაც კი და აი ამას ჩვენ კლინიკის მაგალითზეც ხვდებით, იმიტომ რომ საკმაოდ მომატებული არის თუნდაც გასტროეზოფაგური რეფლუქსით მომართვიანება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისახება ჩვენს გუნებაზე, განწყობაზე, ჩვენს ემოციურ ფონზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საკმაოდ დიდი შესავალი გავაკეთე ჩვენი საუბრის დაწყებამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგის მინდა ვთხოვო დაგვეხმაროს ისეთი სერიოზული პრობლემის გააზრებაში, როგორიც არის თანამედროვე ადამიანისთვის სტრესი. მეტადრე ის სტრესი, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, იმიტომ რომ მთელი ჩვენი საზოგადოების მზერა მიმართული არის სოციალური ქსელებისკენ, ტელევიზიებისკენ, ჩვენ დიდი ნაწილი მიტინგებზე დგას, დადის ყოველდღიურად, ზოგიერთს ოჯახის წევრები ყავს. გეტყვით იმასაც, რომ არის ოჯახები, სადაც ყველა სხვადასხვა აზრზე დგას და ეს კიდევ უფრო მძიმე შიდა დაპირისპირებას იწვევს მათ შორის. მაგრამ ალბათ ყველაფერს თავიდან უნდა მივყვეთ, გიორგი, მოდი დავიწყოთ პირველი კითხვა, რაც მინდა ზოგადად, რა არის ფსიქოემოცია, რა მნიშვნელობა აქვს ამას ადამიანისთვის და რამდენად არის ეს აზრი, ასე ვთქვათ, გაზვიადებული თუ ჩვენი ესე ვთქვათ ექიმების ახირება, რომ ჩვენ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ხა შემიძლია სტატისტიკით და ციფრებით ვისაუბრო, მაგრამ თქვენ გაცილებით მეც ხედავთ, ასე ვთქვათ, ამ პაციენტების ხრივ და მოდით ვისაუბროთ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ფსიქიურ წონასწორობას, განწყობას, კეთილდღეობას ადამიანის ცხოვრების ხარისხში ზოგადად. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. შეკითხვაზე რო გიპასუხოთ,
ფსიქოსომატიკა ბავშვებში ჩანს ძალიან ნათლად და ძალიან კარგად, როდესაც ადამიანი არის ჯერ კიდევ ბავშვი, მისი ემოციური რეაქცია ძალიან აისახება ის სხეულზე. შეიძლება უბრალოდ წყენამაც კი საღამოს ბავშვს სიცხე მისცეს, ესე ვთქვათ. და ადამიანის ზრდასთან ერთად თითქოს იმიჯნება ფსიქიკური ფუნქციები და სომატური ფუნქციები ერთმანეთისგან, თუმცა ესე არ არის. ეს ორი მაინც არის გადაჭაჭული ერთმანეთზე და როდესაც ჩვენ საუბრობთ სტრესზე, სტრესის გარკვეული ნაწილი მოდის ჩვენ ფსიქიკაზე, ამას ტვირთულობს ჩვენი ფსიქიკა, მაგრამ როდესაც სტრესი არის ძალიან ინტენსიური, არის ძალიან ძლიერი, არის დროში გახანგრძლივებული, უკვე ჩვენი ფსიქიკა ვეღარ უმკლავდება ამ სტრესს და ამ დროს უკვე ჩვენი სხეული ხდება იძულებული, რომ სტრესის გარკვეული ნაწილი აიღოს მან საკუთარ თავზე. და სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე თავს სომატური დაავადებები. და როგორც წესი, ის მოწყვლადი ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ყველაზე სუსტი ორგანო, აი სისუსტე, ხო ადამიანის, რომ ვიღაც კუჭი აქვს მაგალითად სუსტი, ხო კუჭნაწლავი ან რაიმე სხვა. ამ დროს ხდება ხოლმე ესეთი ფსიქოსომატური გამოვლინება და ჩვენ შევხვდით ძალიან ესეთ სტრესულ და მძიმე სიტუაციაში, ძალიან ისეთ მძიმე სიტუაციაში გვიწევს ჩვენ დღევანდელი ინტერვიუ ზოგადი კონტექსტიდან და ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე. თქვენ მოწყვლადი თაობა ახსენეთ, დღეს მიტინგზე დგას ახალგაზრდობა, მეცაც ვიტყვი, ზოგიერთი მათგანი მართლა ბავშვია. ბავშვი არა იმიტომ, რომ ჩვენ დედები შვილებს ბავშვებს ვეძახით, არამედ იმიტომ, რომ მას ასაკობრივი კატეგორიით მართლა ბავშვის ასაკშია და შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაცვა ყველაფრისაგან. რამდენადაც შეგვიძლია, თუმცა ზოგადად თუ აი სქემა შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს, ხო, ყველანაირი ესეთი მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი გარდამტეხი დღეები ადამიანის ფსიქიკისთვის, ეხლა უკვე დგება რაღაცა ძალიან დიდი კრიზისული ეტაპი, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი, მე ვიტყოდი, წინააღმდეგობრივი რასაც ეს ადამიანები იქ უძლებენ და იტანენ, ეტაპის მერე დგება გარდამტეხი ეტაპი, როცა ადამიანმა უნდა ნახოს შედეგი ყველაფერი ამისი. ყველაფერი უნდა შეიცვალოს ან ისე, როგორც ის ელოდება, ან დაიწყება საკმაოდ ცუდი გამოფიტვის, ასე ვთქვათ, ნეგატიური განწყობა, ერთგვარი ნიჰილიზმის პერიოდი, ხო? ჩვენ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, ყველანაირი სცენარისთვის, მით უმეტეს პირველ რიგში ბავშვებთან მიმართებით ნახოთ და მე ვფიქრობ, რომ ამ ამბების მერე ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს ძალიან დიდად მოგიწევთ საზოგადოების რეაბილიტაცია ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნათლად დამთავრდება და იქითკენ წავა საქართველოს, საიდანაც უნდა მიდიოდეს ნათელი მომავლისკენ, მაგრამ აი ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ომი ყოველთვის იარაღით არ არის, ხანდახან აი ესეთი ბრძოლა არანაკლებ გამთანგველი და ემოციურად რთულია. რა შეუძლიათ გააკეთონ გიორგი პირველ რიგში ოჯახის წევრებმა? მე მესმის ბევრი მათგანი იქ დგას. ეს არ არის მცოტა და დაუშვათ თანადგომის ზოგიერთი დედა და ოჯახი მოუწოდებს შვილებს დაბრუნდეს, ზოგი ახერხებს ამას, ზოგი ვერ ახერხებს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ ოჯახის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ჩვენ თაობის შედარებით დიდების თაობის, მე ჩემ თაობას გულისხმობ ამ შემთხვევაში. რა შეიძლება გააკეთოს? მოდი სხვანაირად დავსვათ, ცოტა ნაკლები პოლიტიკა რო იყოს, იმ ადამიანის ოჯახის წევრმა და მე გულისხმობ ახალგაზრდა ბავშვს ამ შემთხვევაში ან ახალგაზრდა თაობას, რომლის შვილი იმყოფება სტრესის ქვეშ. ან აი მსგავსი რაღაცა ფსიქოემოციური, რითი შეიძლება დავიცვათ ის და როგორ შეიძლება დავიცვათ ის შემდგომი გართულებისგან უკვე. ძირითადად ნამდვილად ეს ახალგაზრდა, ესე ვთქვათ, მომავალი თაობა დგას რუსთაველის პროსპექტზე და ზოგიერთი მათგანის მშობლები და ოჯახები დგანან მათთან, ზოგიერთი მათგანის არის სახლში და იქიდან გულშემატკივრობს და ღელავს და დარდობს მათზე. პირველი სტრეს შემცირებისთვის ხო წეგან ახსენეთ თქვენ, რომ არის რიგი შემთხვევები, როდესაც თვითონ ოჯახში ვერ ხდება აზრთა შეთანხმება.
არის სხვადასხვა ტიპის შეხედულებები. ეს აქციების ციკლი არის ფაქტობრივად უწყვეტი რეჟიმი. მთელი საზოგადოება არ აქვს მნიშვნელობა და ძალიან საწყენია აი მხარე, ხო, ფაქტობრივად რაღაცა მხარეებად არის დაყოფილი საზოგადოება, რომ რაღაცა გახლეჩილი გვაქვს, თუმცა მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველა მხარე არის მობილიზებული, ყველა მხარე არის დაძაბული, ყველა მხარე არის სტრესის ქვეშ. იმ ოჯახის წევრები ვისი შვილებიც ან ვისი ოჯახის წევრებიც დგანან რუსთაველზე პირველ რიგში ალბათ ოჯახი უნდა იცადოს რომ მოისმინოს, გაიგოს და მიიღოს ამ ადამიანების პოზიცია. პირველ რიგში დასვან შეკითხვა თუ რატო დგახარ იქ, რა სიტყვა, რა გინდა. და საკმაოდ ისე ჟღერდება ხოლმე. მოკლედ ერთის მხრივ თვითონ ოჯახმა თვითონ ოჯახში იქნით რომ მოხდეს მაქსიმალურად ერთმანეთს ურთიერთგაგება მოხდეს და მაქსიმალურად მოხდეს სტრესის შემცირება და მეორეს მხრივ კიდევ და ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვართ ესეთი მობილიზებულები, როდესაც ვართ ჩართულები მხოლოდ და მხოლოდ ერთ საქმეში. ფაქტობრივად ჩვენ წდებით რეალობასაც. ან აქციაზე ვართ, ან ვართ სოციალურ ქსელებში, ტელეფონებში და ისევ იმ ამბავში ვტრიალებ და ეს სადაც უწყვეტი ჯაჭვია კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ხომ მართალია მდგომარეობას. კი ბატონო და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქიკური აშლობის ერთ-ერთი საწინდარი ხო არის ის, რომ ადამიანი წდება რეალობას და ფაქტობრივად დღეს ქართული საზოგადოება მეტნაკლებად მოწყვეტილია რეალობას და რეალობაში იგულისხმება ის, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე ჩართული, კონცენტრირებული და სხვა დანარჩენი არის ბექგრაუნდზე და გვერდზე გაწეული. აი პირველი ეს უნდა, აი ამას უნდა ეცადოს ოჯახის წევრები, რომ ეცადონ, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ, გააძლიერონ. პირადი შეხედულებები თუ სხვადასხვა ღირებულებები რაღაც საერთო ენა გამონახონ და ეცადონ რომ რეალობის კონტექსტში რეალურ ადამიანებთან რაღაცა ნაწილი ახერხებს ახალგაზრდობის და მე არ ვიტყოდი მარტო ახალგაზრდობის, არამედ ის ნაწილი ვინც იქ არის, დაუშვათ ამ სტრესში ცხოვრობთ ჩვენ. პირადად მე მაგალითად ვახერხებ რომ თან ვიმუშაო, თან რაღაცა ნაწილი ამას ვერ ახერხებს. მე მგონია რომ ალბათ ის ნაწილი რომელიც თან სწავლობს, თან მუშაობს რაღაცას უფრო ნაკლებად არის სტრესის თუ პირიქით როგორ ფიქრობთ, ანუ ამ შემთხვევაში სამუშაო ინსტიტუტში სიარული რომელსაც დაუშვათ რაღაცა ნაწილი ასწრებს არის თუ არა მათი ფსიქიკისთვის ერთგვარი რესტარტი თუ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც იქეთ არის და ეს შესაძლოა არ იყოს. აი ორი მხარე აქვს ამას, ჩვენ თუ შევხედავთ აი გამოფიტვის კუთხით, უფრო გამოფიტველია, როდესაც ადამიანი თან მუშაობს, თან სწავლობს და თან აქციაზე დგას, ან სახლში ზის და სულ მოდმენ რეჟიმში არის ჩართული. მე მგონია, ნებისმიერი მხარე განიცდის. ანუ მე არ მგონია, რომ არსებობდეს რომელიმე პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც ეხლა ამ რეალობაში არ მინდა ეს ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შვიდად ძინავს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, თუნდაც ის, რომ იქ ახალგაზრდები დგანან და ეს ჩვენი მომავალი დგას დიდი ძიძილად, იმ შემთხვევაშიც თუ მათ პოზიციას არ იზიარებს ადამიანი, ხო, მაინც ხვდება, რომ რაღაცა ეს ისეთი და მე არ მინდა თქვა, რომ ეს თაობათა ბრძოლა, ეს უფრო რაღაც მსოფლმხედველობრივი ის არის ხომ მართალია ეს. კი ბატონო. ჩვენ ალბათ შედარებით უფრო აი ამ მიტინგების პერიოდში უფრო ვიგრძენით აი სასაკობრივი და იმიტომაც ამბობენ ხშირად რომ ჯენზის თაობა გამოდის და კი რაღაცნაირად მუხტი წამოვიდა ამ ახალგაზრდებისგან. მე მაგალითად საკმაოდ დიდი ვარ უკვე იმისთვის ასაკით რომ არ მახსოვდეს 9 აპრილის მუხტი. იქაც ახალგაზრდები იყო პირველი, თუმცა ბევრად უფრო ორგანიზებულად დაიწყო ეს ყველაფერი და გამოხატული პოლიტიკური ლიდერები იყვნენ იქ, როცა იდგინება. ეხლა მე მაგალითად პირადად უფრო ვხედავ ახალგაზრდების პოზიციას. ჩემთვის პრიმატული და პირველი არის ის, რომ მოდის მათი პოზიცია და მეორე ვხედავ, რომ ის ვიღაცა მართავს თუ არ მართავს, ეს უკვე სხვა თემაა. რა მინდა ამით თქვა? მე მგონია, რომ ბავშვები, ეს ახალგაზრდები ჩემთვის ბავშვები არიან, რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდის მერე თუ გახანგრძლივდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,
შესაბამისად დაიწყება პრობლემა მათთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია და თუ გადაწყდა არასასურველი სცენარით, რაც მათ არ მოწონთ დაუშვათ, კიდევ უფრო უსიამოვნო იქნება. არსებობს თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, სცენარი დაწერილი, ან რაიმე რეცეპტი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ საზოგადოება დავაბრუნოთ, როგორ გითხრათ, მუშა ფორმატში, ისე რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ნებისმიერი სცენარი, რაც არ უნდა განვითარდეს. ჩვენ ფაქტიურად მე ესე მგონია, რომ ვართ რაღაცა ცვლილების ეტაპზე, რაღაცა აუცილებლად იცვლება. აი, უკვე დრო გვიჩვენებს, როგორი მიმართულებით. თუმცა ჩვენ, როგორც პროფესიონალებმა, თქვენ როგორც ფსიქოლოგმა, რაღაცა მზაობა უნდა გამოვთქვათ. რა შეიძლება გავაკეთოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და დავახვედროთ ამ სიტუაციას პროფესიონალებმა, რომ ნაკლები იყოს, ასე ვთქვათ, გადასვლის ეტაპი. პოზიტიური განწყობა ერთ-ერთი პირველია, ხო მართალია? პოზიტიური რაღაცა მუხტი, რაღაცა იმედი, აი ეს მომენტები როგორ შეიძლება მართოთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული რეალობა ადვილია დაწერა წიგნში და წაკითხვა, ხო, რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ბევრად უფრო რთული იყო ის რეალობა, რაც ჩვენ დღეს აგვაქვს. პირველი და მამოძრავებელი ხო აი ამ ყველაფრის, აი ამ სიტუაციის რა არის, ეს არის იმედი. რომ პირველი არ უნდა დავკარგოთ იმედი. პოზიტივის არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნუ აი დღევანდელობიდან გამომდინარე, აი თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება იყოს აი პოზიტიურობის ხარისხი, ესე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ რა შედეგი დადგება, ჩვენ ეს არ ვიცი, ჩვენ უბრალოდ ჩვენსაც ვცდილობთ და ვაკეთებთ. წინა შეკითხვაზე გცემდით პასუხს და აი ამ შეკითხვაზეც იგივეს განმეორდები, რომ ერთის მხრივ აი გამომფიტველია და ფიზიკურად ვიფიტები თუ თან მუშაობ და თან აქციაზე ვდგავართ ამ სწავლობთ, მაგრამ მეორეს მხრივ და ფსიქიკური ფუნქციონირებისთვის სამაგიეროდ სასარგებლოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვართ ინვესტირებული აი ამაში, რომ ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენ პიროვნულობას, ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენ ღირებულებას, ჩვენ ცოტა უტრირებულად რომ ვთქვათ, all-in-ით არ ვართ გასული და ეს არის დამცველობითი ფაქტორი ჩვენი ფსიქიკისთვის, რომ ეს სინამდვილეში გვიცავს ჩვენ. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი ფუნქციონირების ხარისხი. ჩვენი ფუნქციონირება უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერ ფასად. ისევ ჯობია ვიმუშაოთ, გამოვიფიტოთ, დავისვენოთ 1-2 დღე და შევენაცვლოთ ერთმანეთს და ისევ დავბრუნდეთ სიტყვაზე, ვიდრე ის, რომ ნუ არ ვიმუშაოთ, არ ვისწავლოთ, იმიტომ რომ რას ემსახურება ხო ეს პროტესტი? ეს პროტესტი ემსახურება ცვლილებას და ვინ უნდა მოახდინოს ეს ცვლილება, უნდა მოახდინოს ხალხმა, ხო, ვინ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. და სამწუხაროდ რომ მართლაც ასაშენებელია ეს არაა, რომ რაღაცა აშენებული გვაქვს და ჩვენ ცვლილება გვინდა. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის თავიდან დასწრები გასწორებელი და სწორღირებულებებზე გასტარებელი და ამას ჭირდება შენება. და ჩვენ თუ ეს არ ვაკეთებთ და თუ ვერ შევძელით ეს პარალელურ რეჟიმში, მაშინ რანაირად აშენდება ეს ხო ჩვენი გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ იმაზე უფრო მძიმე ხვედრი გვაქვს, ესე ვთქვათ, ვიდრე ესე ერთ-ერთი ჩანს, რომ უფრო დიდი პასუხისგებლობაა, რომ ერთის მხრივ შეცვალო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არაა, რომ აი ჩვენ გავუშვით და თავისთავად დაალაგდება ხო რაღაცა. თავისთავად აეწყობა, აი სამაგერო ცხები მოვლენ, ვინ ცხები მოვლენ, ხო? ეს არის ჩვენი სამუშაო და პარალელურ რეჟიმში სინამდვილეში თან უნდა შევცვალოთ და თან თვითგანვითარება არ უნდა შევწყვიტოთ, არ უნდა მოვწყდეთ. გერგი, ერთი საინტერესო კითხვა მინდა დაგისვათ. დღესდღეობით ეს თაობებად გაყოფა ძალიან საინტერესო ფენომენია. თითქოს საუბარია, რომ generation Z-ს ხო მართალია. როგორია თქვენთვის ეს თაობა? აი როგორ დაახასიათებდით? მე არ გულისხმობ დავუშვათ ბავშვებს, რომლებიც არიან იქ. რითი განსხვავდება, რატო გამოიყო ზოგადად ეს თაობა და რატო გახდა დღეს ის რაღაცა იდეის ავანგარდში? ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ მე განწყობილი ამ თაობის მიმართ. და გეტყვით თავარ მიზეზს რატომ? იმიტომ რომ და ძალიან ესეც პოზიტივის იმედს მაძლევს ეს თაობა, რომ
აქამდე ყოველთვის იყო ესე, ჩვენ ერში, ჩვენ კულტურაში, რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებდით გადამრჩენელს, მშვენელს, დავით აღმაშენებელს, ჭავჭავაძეს, ხან იყო განსახილველად ყოველთვის ჩვენ ვეძებდით მესიას ხსნერს, გმირს, ვინც მოვიდოდა და დაალაგებდა, ვინც გააბრწყინებდა, ხო რა, აი რაღაცას გაგვიკეთებდა. და ეს იყო გამოხატული გამსახურდი არც იგივე მიშასთანაც, იგივე ბიძინასთანაც და წარსულ ფორმაში ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ხატი უბრალოდ დანგრეულია, მაგრამ თავიდან იყო, რომ თუნდაც ნარატივი ხომ მოვალ და უფასო ფულს დაგირიგებთო, რომ აი ბიძინა მოვა და ქვეყანას დაგვილაგებს, ყველაფერს გაასწორებს, ყველაფერს გააკეთებს და აქამდე ჩვენ სულ ვეძებდით წინამძღოლს, ჩვენ სულ გვჭირდებოდა ლიდერი და ეს ის თაობა, რომელიც წინამძღოლის გარეშე არის გამოსული, არის ორგანიზებული და ამდენი ხანია დგას და ერთის მხრივ იცავს და მეორეს მხრივ ცდილობს, რომ მართლაც რო ჭიდილია ეს უფროს თაობასთან, ცდილობს, რომ გააგებინოს თავიანთი ღირებულებები უფროს თაობას. ეს არის უკვე თავისუფლებაში გაზრდილი თაობა, რომელსაც აღარ სჭირდება ლიდერი და წინამძღოლი, აღარ სჭირდება პერსონა, ვინც ადგება და მათ მოუგვარებს სიტუაციას, ვინც დაულაგებს. ეს უკვე ის თაობა, რომელიც არის გამოსული, რომ თვითონ გააკეთებენ. უბრალოდ ჩემი რჩევა, სურვილი, რეკომენდაცია და თხოვნა იქნება ის, რომ ისევ ხო, იმიტომ რომ ძირითადად ახალგაზრდა თაობა დგას დღეს რუსთაველზე, რომ არ შეწყვიტონ პარალელურად თვითგანვითარება, იმიტომ რომ და ისინი არიან ძალიან მაგრები. ისინი ალბათ არიან ბოლო აწლეულში საუკეთესო თაობა და ვერსია იმის, რაც კი ყოლია, იმიტომ რომ ისინი არიან თავისუფლები, იმიტომ რომ ისინი არ ეძებენ მამა მარჩენალს და ისინი მზად არიან, რომ თვითონ შეცვალონ. თვითონ გააკეთონ, თვითონ შეცვალონ. რო არ კონდეს ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული და რომ ეს ყველაფერი, ეს მიტინგები არ მიდიოდეს პოლიტიკურ თემამდე, მე ვიტყოდი, რომ საქართველოსთან ჩვენმა ახალგაზრდობამ დაიწყო რაღაცა მენტალური რევოლუცია მსოფლიოსთვის. ანუ ჩვენ ნახეთ, რომ სულ გვეშინოდა ამ თაობის და სულ ვამბობდით, რომ აი კომპიუტერებში, მობილურებში, გაჯეტებში ჩაძირული თაობა. დღეს ნახეთ, რომ ისინი საკმაოდ რესურსიანები არიან, საკმაოდ კრეატიულები არიან, დამოუკიდებლები, რაც მთავარია და საკმაოდ ძლიერები. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორ მოგწონთ მათი პოზიცია, ამ თაობაში არიან ორივე მხარის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, და მე ვიტყოდი, რომ ეს თაობა არის ალბათ ყველაზე ლამაზი და ნათელი თაობა საქართველოში. და მსოფლიოშიც, იმიტომ რომ ამ თაობას აბარია მომავალი დედამიწის ზოგადად და არა მარტო. და საქართველოში მე მგონი ჩვენ პირველებმა დავანახეთ ეს აი სიძლიერე და აი ეს რაღაცა, როგორ გითხრათ, მუხტი, რაც ამ ბავშვებში ყოფილა ჩადებული, ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი, ძალიან იმედისმომცემი ჩემთვის პირადად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველაფერმა მოდერნიზება განიცადა, ჩოხა ახალუხით ნადილად არ დგანან, თუმცა არანაკლები პატრიოტები არიან და არანაკლები ვაჟკაცები და ყველაფერს თავისი, ასე ვთქვათ, ფორმატი აქვს მათთან. რაც მთავარი ნაკლებად აგრესიულები. და მინდა ერთი კიდე თემა განვიხილოთ თქვენთან, გიორგი, ეს არის პროვოკაციის ფენომენი. რატომ? პროვოკაციები ხდება ორივე მხრიდან. რა თქმა უნდა, უпростоრედ პროვოკაციები მიმართულია ორივე მხარის წინააღმდეგ. თუნდაც პოლიციის ძალადობის მხრიდან, თუნდაც ბავშვების მხრიდან ძალადო, ახალგაზრდა თაობის ან მომიტინგეების მხრიდან, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ყველაფერი ისე მარტივად ხდებოდეს, როგორც სოციალურ მედიაში ვხედავთ. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს არის პროვოკაციული, ასე ვთქვათ, და აი ამ მიჯნაზე ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ეს დაპირისპირება არ გადაიზარდოს უფრო ცუდში. რა ფენომენია ზოგადად პროვოკაცია, რაც წარმოადგენს, ეს საკმაოდ რთული და ისეთი თემაა და მე მგონი საკმაოდ კარგად კრებული ფსიქოლოგიური ტრუკი ხო მართალია მეთანხმებით. სწორედ ეს პროვოკაცია ის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და მკაცრად არ ვიცვლით. მე მგონია, ესე მგონია, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი რომელიმე მხარეს ვდგავართ, აი მე ერთი პროვოკაციას ვიმახსოვრებ და მე ვსაუბრობ მთელი დღე იმ ისტორიაზე. მე ჩემი თავი დავიჭირე ანალოგიურად, თუნდაც ცოტა ხნის წინ ეს მეტროს გახმაურებული შემთხვევა რაც მოხდა, საკმაოდ დიდი ხანია ჩვენ მსგავსი საშინელება არ გვიხილავს და დავაბრალე აი ამ მომატებულ
ფსიქოემოციურ ფონს და აი ამ რაღაც ვარ თუ არა მართალი და არის თუ არა ეს ტრიგერი რაღაც მხრივ, აი თუნდაც მსგავსი ცვლილებები, მსგავსი პროვოკაციები, მსგავსი განწყობები სხვა სფეროში, უფრო მშვიდობიან გარემოში რაღაცა მსგავსი პრობლემების, აი როგორც თუნდაც მეტროს ისტორია ვისაუბრეთ. მე რამდენადაც ვიცი, ფსიქოლოგები ყოველთვის განიხილავთ, როცა ესეთი მომატებული მუხტია, რომ სადღაც სხვაგანაც ხდება გამოვლინება. შეიძლება თუ არა მსგავსი დაპირისპირება, მსგავსი, რა ვიცი, მძიმე სიტუაცია გახდეს სხვა სფეროში რაღაც პრობლემების აღმოცენების მიზეზი. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ თუ აი ამ მეტროს შემთხვევა შევეხებით, ხო, რომ ესეთი ზოგადი დაძაბულობის ფონზე, ესეთი ზოგადი მძიმე სიტუაციის ფონზე, როდესაც აი მოჭიმული ხარ, ხო, რა ცოტა უტრირებულად რა ვთქვა. არა, ძალიან კარგი ფრაზა თქვით, მართლა მოჭიმული. რამდენი ხანი გაუძლებს ბრჭყალებში ნერვები, ხო, ადამიანის, რომ აი სადღაც არ იფეთქოს, სადღაც რაღაცა არ გააკეთოს და ნუ სამწუხაროდ გარკვეულ ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, რომ ჩაიდინოს დანაშაული და ნუ ძალიან მძიმე დანაშაულიც კი თვითონ აქციებზე მოწყობილ პროვოკაციებს რაც შეეხება პროვოკაციას ყოველთვის აქვს მიზანი და მიზანი არის ყოველთვის ერთი, რომ მე მას ახლა წამოვიკიდებ და შემდგომ მე მას გავაშავებ. წარმოვაჩენ მის დაკლოვანებებს, მის უარყოფით მხარეებს და შევფუთავ ისე, რომ აი, ძალადობენ. ძალადობა, ასე ვთქვათ, მიუღებელია ორივე მხრიდან. განსაკუთრებით და ცოტა პოლიტიკურად გამომივა, მაგრამ აი სახელმწიფოს მხრიდან, ხო, სახელმწიფო არის ქვეყნის მაგალითი, თუნდაც აი პრეზიდენტის ამბავს რო შევეხოთ, ხო, პრეზიდენტი არის ქვეყნის სახე. და ამით რას გვეუბნება მთავრობა, როდესაც დიპლომის გარეშე მყოფ ფეხბურთელს ნიშნავს საკუთარი ნებით პრეზიდენტად, ხო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და რა მესიჯია ეს ახალგაზრდებისთვის, რომ არ აქვს მაშინ კომპეტენციებს მნიშვნელობა, არ აქვს პროფესიას მნიშვნელობა, რომ არამედ აი ამ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება და ნორმალური ცხოვრება, ხო, რომ მაშინ მნიშვნელობა აქვს ნეპოტიზმს. გეყოლება ნაცნობი, არ აქვს მნიშვნელობა შენ კომპეტენციას, მაშინ ფეხბურთელები ჩაატარებენ, ხო, ოპერაციებს, ექიმები იქნებიან ავტობუსის წყოლები და ნუ საერთოდ მაშინ რა აზრი აქვს აი ამ პროფესიულ განათლებას, განვითარებას, სწავლას და ნუ აი სამწუხაროდ მთავრობა ესეთ რამეს აკეთებს და პირველი ხო აი სამოქალაქო პასუხისგებლობა, ხო, პოლიცია უნდა იცავდეს ხალხს, უნდა აკეთებდეს ძალადობის აღბოფხრას, ამ დროს რა ხდება, რომ პირიქით ზონდერები არის ხალხზე მიშვერილი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ კი ბატონო, აქციის მხრიდანაც, აქციის მომიტინგეების მხრიდანაც ხდება მაშხალების სროლა, დაზიანება, ვანდალიზმი და შემდეგ, მაგრამ ნუ ცოტა ისეთი აი კვერცხის და ქათამის ამბავი არის და ამას ვერ გაარკვევ, ვერ გაიგებ და სწორედ ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ დაუშვათ ორივე მხარეს შორის მოლაპარაკება არ შედგეს. არსებობს თუ არა თქვენი აზრით მესამე ძალა, რომელიც ზოგადად ხირს ნახულობს იმაში, რომ ეს გაუთავებელი დაპირისპირება და ეს დაძაბული სიტუაცია იყოს. თუ აქ მართლა ორ მხარეს შორის არის მხოლოდ. ნუ სამწუხაროდ არსებობენ ესეთი ადამიანები და ალბათ ძალებიც, რაღაც ადამიანთა დაჯგუფებები, ვინც ნუ აი ამ სიტუაციიდან ნახულობს სარგებელს, ვისაც აწყობს ეს. და ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს მესამე ძალა, რომელსაც აწყობს სწორედ რომ აი ეს ყველაფერი რაც ჩვენთან ხდება. საერთოდ მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ მთავრობასაც აწყობდეს ეს რაც ხდება, იმიტომ რომ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის მოქალაქეების ყურადღების გადატანა და სად არის ხო ჩვენი ყურადღება ახლა? ყველას ყურადღება არის მიპყრობილი აი ამ მიმდინარე მოვლენებზე.
იმდენად რომ ჩართულები ვართ 24/7-ზე ამას და სხვა დანარჩენი ჩვენი ყურადღების მიღმა ხდება და სწორედ ამ დროს სრულიად შესაძლებელია რომ მიდიოდეს ძალიან ისეთი სამყარო სასოციალურად ხო მნიშვნელოვანი პროცესები, რაც უბრალოდ საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ არც მესამე ზალას გამოვრიცხავ და საერთოდ არც იმას, რომ უბრალოდ ეს მთავრობის ხარისხი. გიორგი, ეს პროტესტი ხო დღეს არ დაიწყებოდა. როგორც ჩანს, ბევრად ადრე, იმიტომ რომ აი ამდენი ხნის ხანგრძლივობის დაუშვა წინააღმდეგობა რაც იქ ხდება, ცოტა უფრო ადრეა გაჩენილი. თუ ბევრად ადრე არა, იმიტომ რომ ესე უცბად ამდენი ადამიანი ვერ დაირაზმებოდა და მარტო იმიტომ როგორც ზოგი ფიქრობს, რომ კლასელები, კურსელები ერთად წავიდნენ, ეს ნამდვილად არ არის კი? შეიძლება გამოხატული ორგანიზატორები იქ არ დგანან და რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტი დაიბადა უფრო ადრე. რო ჩამოგვეყალიბებინა სიტყვაზე, ხა ესეთი რა შეიძლება მოხდეს? აზრი აქვს თუ არა დაუშვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ვინ იქნება აქეთა მხრიდან, ვინ იქნება იქეთა მხრიდან? თუ სიტუაცია იმდენად ჩიხშია შესული, რომ მოლაპარაკებებს უკვე აზრი არ აქვს და მხოლოდ რადიკალურ ცვლილებებს აქვს, როგორ ფიქრობთ? როგორც ფსიქოლოგი, რომელი ვერსია უფრო დაუშვათ უპრიანი იქნება, ან რომელ ვერსიას აქვს აზრი საერთოდ რომ განიხილებოდეს? პროტესტების ტალღაზე გეტყვით ჯერ ხო რომ თვითონ ხალხის რაოდენობაში არ არის. ესეთი დიდი აქციები აქამდეც ყოფილა და ალბათ ყოველთვის შესაძლებელია რომ რაღაცა ერთი იდეის ამ პროტესტის გარშემო შეიკრიბოს უამრავი ადამიანი. თუმცა ფაქტი სხვა არის. ეს არის რომ უკვე უწყვეტად 2 კვირის განმავლობაში ადამიანების უზარმაზარი მასა დგას რუსთავაზე და სწორედ ეს არის რომ სწორედ ეს მეტყველებს იმას რომ ეს არ არის გუშინ წინ დაწყებული ამბავი. ეს არის და არ ვიტყვი მხოლოდ 12 წელს, ეს არის მთელი რა ვიცი 30 წლის განმავლობაში ნაგროვები და დაწყებული ამბავი, რომელმაც მიაღწია კულმინაციას, რომელიც მივიდა პიკამდე. და რა არის თავარი მოთხოვნა ხო? რომ გვინდა ნორმალური ცხოვრება, ნორმალური პირობები, გვინდა ქვეყანა, სადაც იქნება სამართალი. და მხოლოდ ევროპაზე არაა საუბარი სამართალი. ანუ ევროპაში იგულისხმება ეს, რომ ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ევროპაში სამართალი არის სამართალს ნახავ. სინამდვილეში ევროპა ამ შემთხვევაში კრებითი იდეალიზირებული სახელია. რა თქმა უნდა. იმ საოცნებო საქართველოსი, რომელიც გვინდა რომ იყოს და უნდა რომ იყოს ხალხს. ხო მართალია, აქ იგულისხმება დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ნეპოტიზმის გარეშე, ღირსეული ცხოვრების პირობები, კი ბატონო, კი, როდესაც ყველა ადამიანს თანაბრად აქვს არსებობის და ცხოვრების უფლება და მას არ ეშინია უბრალოდ გარეთ გამოსვლის ან თვიდან თვემდე იმის დარჩი არ არის თავი როგორ შევინახო, მშიერი არ დავრჩე, ოჯახის წევრი არ დავრჩეს, ავად გახდომა ხო ამ ქვეყანაში, ნუ საერთოდ კატასტროფის ტოლფასია, რომ თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექნათ ხო ამიტომ სადღაც სტაბილურობის განცდის მომენტიც არის ხო მართალია ანუ ეს ხშირად გვეუბნებიან რომ ეხა მშვიდობა და ეკვივალენტური არ არის ბედნიერება მაგრამ სტაბილურობა კიდე სხვა ფენომენია სტაბილურობას მეგულისხმობ როცა შენ არ გეშინია მომავლის როცა შენ ნათელი ფერით უყურებ შენს მომავალს და ალბათ აი ეს თქვენად ჩამოთვალეთ საკმაოდ რთული და ისეთი თან ეს ის თაობაა რომლის ბევრი წარმოადგენელი მუშაობს ანუ მე რას გულისხმობ მათ იციან შრომის ფასი ეს ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ჩვენ თაობებში ახლა თქვენ ჩემზე ბევრად პატარა ხარ გიორგი მაგრამ თქვენ თაობაშიც ნაკლები იყო ხო მართალია რომ 20 წლის ასაკში ესე მუშაობდნენ რაღაცა თავით ამიტომ საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანები არიან ისინი და დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას მე ერთი კითხვა მაქვს სცენარი როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენ ახლა არ ვიცით რაღაც ისეთ ზღვართან ვართ შეიძლება სხვა რეალობაში გავიღვიძოთ ხო მართალია ახალი წელი მოდის და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბავშვები დაუბრუნდებიან თავის სასწავლო მერხებს და მაგიდებს სამსახურებს როგორც და გააგრძელებენ ცხოვრებას ხო როგორ იქნება მათი განწყობა და რამდენად ექნება შემდგომ აი ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ცუდ სცენარზე რა შეიძლება გაკეთდეს კიდევ ერთხელ მინდა ეს თემა რა შეიძლება გაკეთდეს მაშინ, როცა
ეს ბავშვები ნახავენ, რომ ყველაფერი ამის მიღწევა ესე ერთ მომენტიანად და ძალიან მადულად არ ხდება. ნათელი ფერებით ხედავენ, იციან სცენარი რა უნდათ, მაგრამ მასთან მისვლა საკმაოდ დიდი გზაა, ხო? ჩვენ ერთ წუთში, ერთ თვეში ვერ შევცვლით ვერაფერს, რომც გქონდეს ამის, იმიტომ რომ აქ მე როგორც ხედავ, მარტო პიროვნებების და სახელმწიფოს პრობლემა, აქ ჩვენი მენტალობაც უნდა შეიცვალოს. თუნდაც იგივე ნეპოტიზმი ახსენეთ, თუნდაც იგივე ეს ხომ ჩვენში ზის და ძალიან ცუდია რომ ეს უნდა აღმოფროთ, იმიტომ რომ მესიჯი მომავალი თაობის არის ის, რომ ამის გარეშე უნდა იყოს სამყარო. მაგრამ აქამდე გზა არის გასავლელი და არც ისე პატარა, თუმცა მათთან ერთად იმედი. დიახ. ხო, აი როგორც ეგან ვახსენე, ხო, რომ პოზიტივის იმედს მაძლევს თქო აი ეს თაობა, რომ ისევ ამას განმეორდები, რომ ღირებულებების თვალსაზრისით თუ მოხდა იმის ცვლილება, რომ მამამარჩენელი აღარ გჭირდება და ერთი წინამძღოლი და უბრალოდ იდეის გარშემო დგას ამდენი ადამიანი, ხო, ამდენი ხალხი. მაშინ ესე იგი, ეს უკვე იმის დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ცვლილებები, ჩვენ შეგვიძლია განვითარდეთ, ჩვენ შეგვიძლია აი ეს მენტალობა ყველაფერი შევცვალოთ, უბრალოდ კი ამას ნამდვილად ჭირდება დრო და ეხლა მართლა ძალიან მძიმე სიტუაცია არის იმ მხრივ, რომ მობილიზებული ხარ, იჭირვებ მაქსიმალურად, რომ გახვიდე სასურველ შედეგზე და რის ხარჯზე, ხო, იმედის ხარჯზე და იმედი აი მომავალი როგორ წარმოგიდგენია, ხო, როდის მუშაობს იმედი. იმედი არ მუშაობს 5 და 10 წლის მერე რომ ეს მექნება, იმედი მუშაობს რომ აი ჩვენ ამას გავაკეთებ და ესე შეიცვლება, არა და სინამდვილეში არა ნამდვილად, ხო, ამას დასჭირდება წლები, იმიტომ რომ არა მარტო ამათი გაშვება. ერთია შეცვლა, მეორეა აშენება და გავმეორდები, რომ ისევ ჩვენ უნდა ავაშენოთ და რას გულისხმობ ამას, ხო? პოლიტიკოს ხო საერთოდ გამოხატავს საზოგადოების საჭიროებებს, ნებას, სურვილს. უნდა გამოხატავდეს ყოველ შემთხვევაში. უნდა გამოხატავდეს, რა თქმა უნდა. რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ ხდება და ვიტყოდი, რომ არც პოზიციის და არც ოპოზიციის მიერ. ანუ საერთოდ ჩვენთან პოლიტიკა ესე ვთქვათ მეტნაკლებად მკვდარია, ვერ შეასრულებს აი იმ ფუნქციას, ხო, რაც არის რის სურვილის გვაქვს ჩვენ. ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ აი მოგვისმინო ყურადღებით და გაიაზრონ თუ რას ვითხოვთ, რა გვჭირდება ჩვენ, როგორი მომავლისთვის ვიბრძვით. კითხონ, მოგვისმინონ, ჩამოაყალიბებ და არა ესე უბრალოდ რაღაცა კი ბატონო კრებითათა ნამდვილათა ეს გზა ევროპისკენ, ხო, გაერთიანებული, მაგრამ ეს ხო კონკრეტულ ცვლილებებს გულისხმობს თუ რა ცვლილებებიც გვინდა ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით და რისთვისაც დგას ეს თაობა. ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა მოხდეს ეს და თვითონ აი ჩვენ ახალგაზრდებს ხო უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა გვჭირდება ესეთი იმედი ჩვენ, რომ აი ჩვენ ეხლა ამას შევცვლით და მერე დაალაგდება, მაგრამ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ის, რომ როდესაც რეალური ნაბიჯები გადაიდგმება, გადავაწყოთ ჩვენი თავი იმაზე, რომ აი ცვლილებები და მართლაც ხო აი რაღაცა საგრძნობლად რო შეიცვლება, არ იქნება 1 და 2 თვეში, იქნება სიტყვაზე 2-3 წელიწადში უკვე დაიწყება და გადავაწყოთ იმის ხარჯზე, რომ ისევ არ დავკარგოთ ეს ჩვენი ფუნქციონირება პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიშრომოთ, მეტი უნდა ვისწავლოთ, მეტი უნდა განვითარდეთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ჩვენი მიზანი არის ის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში და ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ ლიდერის გარეშე გამოსულები. და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. უბრალოდ აი ეს იმედი, რომ ხვალწავლენ და ყველაფერი კარგად იქნება, უნდა ტრანსპორტირდეს უკვე რეალურ და ქმედით მიზანში მერე, რომ ჩვენ ყველას თითოეულ მოქალაქეს გვექნება ჩვენი წილი პასუხისგებლობა.
ალბათ დადგა მომენტი გიორგი, რომ უფრო კონკრეტული იყოს მესიჯები, უფრო კონკრეტულად დაისახოს გეგმა. ბევრმა ეცადა, ბევრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, პოლიტიკოსმა, რომ ეს ბავშვები მართვა ძალად ექცია. რაღაც მომენტში იყო კიდეც ეს შედეგი, რაღაცა მართვა ფორმა მიიღო თითქოს, რაღაც ხარეს გადაიხარა, მაგრამ ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ საბოლოოდ მაინც წინააღმდეგობა რჩებოდა წინააღმდეგობის სახით და ეს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ არ უნდა იყოს, არ უნდა მიიწევოს არავინ და არ უნდა დადგეს არავინ ამ ბავშვების უკან, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, განწირული და არ აღმოჩნდნენ რომელიმე პოზიციაზე მიმართული. თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად გავს ეს დავშოთ გასული ხელისუფლების მცდელობას, რომ ეს გამოვიდეს და ეს გამოსვლა ყოფილიყო მათი ორგანიზებული. მე მაინც მინდა ვიგულისხმო, რომ ეს ბავშვები ბევრად ცდებიან ამ პოლიტიკურ მე ესეთი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში თამაშებს და ისინი თავის აზრს აფიქსირებენ უბრალოდ და თავის მომავალ ხედვებს. აქედან გამომდინარე, თუ ჩემი ეს ხედვა სწორია, მე მაშინ ვხედავ, რომ ყველაფერი ბევრად უკეთესად არის. იმდენად, რამდენადაც ოდესმე უნდა თქმულიყო ალბათ ხო მართალია და ყველას უნდა დაენახა, რომ რა არის მათი სურვილი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ქვეყანა ბოლო-ბოლო მათთვის არსებობს და მათ უნდა გადაიბარონ ჩვენი თაობის ყველა მონაპოვარი, რასაც ქვია. აქედან გამომდინარე, მე მაინც მინდა დავინახო ეს დაპირისპირება არა როგორც არსებობდა წასულ ხელისუფლებას შორის, არამედ როგორც რაღაცა მოაზროვნე ადამიანების რაღაც მასის დაუშვათ, ან შეიძლება უმეტესობის გამოხატვის ფორმაა, პროტესტის ფორმაა ეს ამ შემთხვევაში. უბრალოდ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ პოლიცია როგორ არბევს ან რაღაც როგორ მაშინ ეს ცოტა უფრო ბრუტალურ ფორმატში გადადის. და კიდევ ერთი კითხვა მინდოდა დამისვა თქვენთვის პროტესტის ჩახშობის ფორმასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ჩვენ რადიკალურად ვემიჯნებით ორივე მხრიდან ძალადობას. იმიტომ რომ ყოველი ძალადობა შეიძლება მერე პროვოკატორი გახდეს იმისა, რომ დაბადოს ახალი ძალადობა და ალბათ არსებობს ცივილური მეთოდები, მაგრამ ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ სხვა ცივილურ სახელმწიფოებში საისკედოდ მივისწრაფით საქართველოს უფრო ბრუტალური მეთოდებითაც აჩერებენ მომიტინგეებს. აი ეს მომენტი ცოტა არ იყოს ისე და მოყავთ ხოლმე მაგალითები, როდის რა მოხდა მიტინგზე, როგორ ჩაიხშო, როგორ შეაჩერეს მოძრაობა წინააღმდეგობის დავუშვათ და თუმცა ჩვენ შემთხვევაში მე მგონი ეს არ არის კლასიკური მაგალითი და ამიტომაც საჭიროება რაღაცეების არ არის ხო მართალია. თუმცა კიდევ ერთხელ თქვენ სწორად ბრძანეთ, ბევრი პროვოკატორია და ძალიან ხშირად ის ძალადობა, რომელსაც დავუშვათ ერთი მხარე იყენებს, მიმართულია იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც პროვოკატორი აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს მშობლების დგომა ბევრად მოხტავს სიტუაციას, იმიტომ რომ ბავშვები რაღაცეებში არც ერკვევიან, მათ დაცვა ჭირდებათ ელემენტარულად და პლუს კიდე დღეს გვაქვს უნიკალური საშუალება ონლაინ უყუროთ ყველაფერ ამას. უამრავი ვიდეო მასალა, ფაქტი ფიქსირდება და ერთ დღეს შესაძლებელი იქნება დაჯდომა და ამ ყველაფრის გააზრება და გამოვლენა ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ფაქტი ის არის, რომ დღეს საქართველოს ისტორიის ფურცელი იწერება. უბრალოდ ხვალ როგორ იქნება ეს ფურცელი ჯერ არ ვიცით, მაგრამ იმედია, რომ ნათელი იქნება. აი, ამაზე მინდოდა გიორგი თქვენთვის ერთი პატარა კითხვა დამესვა ზოგადად ძალადობის ფორმატებზე. ძალადობის კი არა, მოდი ლამაზად ვთქვათ, უფრო თუ ძალადობა არ არის, მაშინ წინააღმდეგობის დაძლევის ფორმატზე. ამით მე მგონი არც ერთ მხარეს არ ვაწყენინებთ, ასე ვთქვათ, ხო? და რამდენად ლეგიტიმურია ეს ფორმატი? და თუ ლეგიტიმურია, რამდენად ბრუტალურია მაშინ ხო მართალია. ორივე მხარეს გულისხმობ კიდევ ერთხელ, რომ არ იყოს აქ არანაირი დავუშვათ პოლიტიკური კვეთები. დიახ. არ არის ლეგიტიმური და სამწუხაროდ არის ბრუტალური ეს ძალადობა. ჩვენ გადაცემა გავხსენეთ სტრესის საკითხით, ხო? ერთია სტრესი. სტრესი ემატება და სტრესი რას აკეთებს? თუნდაც ხო ყველაზე მარტივი ამბავი რო ვთქვათ, რომ გვიქვეითებს იმუნიტეტს არის ზამთარი. წყლის ჭავლი, მომწამლავი, არის ის რა ქვია, წიწაკის სპრეი, ხო, გაზი, რას უშვებენ, რით წყდება დარბევა, რასაც ფაქტობრივად თან ორივე მხარეს უნდხავს, ხო? და საერთოდ მეორე დღეს კიდე გამნელების უნდხავენ იქ, ნუ ანადგურებს ეს ორგანიზმს.
სერიოზულ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, უფრო ბრუტალურ ფორმებზე თუ ვისაუბრებთ ხო, როდესაც არის ხელჩართული ბრძოლა და ძირითადად არის რომ 20 ადამიანი ურტყავს 2-3-ს ესე უსწორდება რა. ამ დროს რა ხდება? ამ დროს ხდება ადამიანის ტრაუმატიზაცია. რა ადამიანის ფსიქიკა ამ დროს რას აკეთებს? ამ დროს ჩვენ ფიქრობთ რომ მორჩა დამთავრდა. ჩვენ შეიძლება აი აქ დავიღუპოთ და გარდავიცვალოთ და ეს არის ტრამვული. გიორგი, ძალადობა შობს ძალადობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ძალადობა მიმართულია იმიტომ, რომ დათქონოს, ხო მართალია. მაგრამ 20 ადამიანი, როდესაც სამს, ძირითად შემთხვევებს ვიძახი, ეს არ არის ძალადობის პრევენცია, ეს არ არის ძალადობის აღმოფხვრა, ეს არის ძალადობაზე უფრო დიდი ძალადობა და ნამდვილად სწორედ ბრძანეთ, რომ ძალადობა შობს ძალადობას და ძალადობა არის პროპორციული. რა პროპორციითაც ძალადობენ მე იქიდანაც იგივე და ესე იზრდება. რამაც შეიძლება ძალიან უკიდურეს ფორმამდეც კი მიიყვანოს ქართული საზოგადოება, ხო, ყველაზე ცუდ გამოსავალ. ამიტომ სამწუხაროდ იქით მხარესაც ქართველები დგანან. იქით მხარესაც ჩვენი მომავალი დღეს და აქეთ მხარესაც და ძალიან ცუდია და არის რამდენიმე სიდგულის ამაჩუყებელი კადრი, რომელიც არის გადაღებული, როცა ეს ორი მხარე ერთმანეთთან რაღაცა კომუნიკაციის ისინიც ახალგაზრდები, ესენიც და ძალიან ცუდია, რომ დღეს აი ამ ფორმატამდე მივედით, თუმცა ბევრი მათგანი უკვე პროფესიულ მოვალეობასაც გვერდზედებს და თავის მოქალაქეობრივ ვალს უფრო წინ აყენებს. ორივე მხრიდან გულისხმობ, ახლა ეს არის ესეთი სცენები, გადაღებული ვიდეოები, ხედავთ დღესდღეობით სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები ერთიანდებიან და გამოდიან და პროტესტს გამოთქვამენ თავისი ზოგადად ნებისმიერი სპეციალობა შეიძლება, მაგრამ აი ცოტა ხნის წინ თქვენც ბრძანეთ ხო მართალია რომ აი გამოდიან ან აფიქსირებენ ყოველ შემთხვევაში და ეს ალბათ იმდენად ცივილური ფორმაა რომ მე არ მგონია აქ რაღაცა ამაზე უფრო ცივილური ფორმატი გამოხატო შენი აზრი მგონი არც არსებობს და შესაბამისად ალბათ ესეთი ფორმატები ყველაზე უფრო მეტად სწორია რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და შესაბამისად მე იმედია გაითვალისწინოთ. ძალიან ბევრი რამ ვისაუბრეთ დღეს ჩვენ. ახალი წლები მოდის. ყველაზე საყვარელი ქართული დღესასწაული ჩვენ რუსთაველზე ნაცვისხე გვიდგას უკვე. რამდენად გვენაცვისხებება ეს მეორე დღეა, მაგრამ ფაქტია, რომ მომიტინგეებმა ნაცვისხეს ხელი არ ახლეს, იმიტომ რომ ისინი ცდილიან, რომ მომავალი უნდა გათენდეს და ეს ძალიან სიმბოლურია, ძალიან სიმბოლურია. მინდა ერთი-ორი სიტყვა ისეთი სურვილი სახით გითხრათ. თქვენგან მოვისმინოთ გიორგი და ერთსაც რა შეიძლება უთხრათ საიმედო ისეთი რომ დავუშვათ მე მგონია რომ რა ვიცი იმედი ალბათ თქვენ რასაც საუბრობდით ჩემი იმედიც ეს არის რომ ყველაფერი კარგად გვექნება. ბევრჯერ გამოძრა ქართველიერი ხომ მართალია? კი. არ შეგვეშინდეს ცვლილებების, არ შეგვეშინდეს ღირებულებების, ცვლილებების, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის კარგი და ცუდი, ყველა საზოგადოებაში არის, ყველგან არის ნაკლოვანებები და არ შეგვეშინდეს ერთი ამის აღიარების და მეორე ვიპოვოთ საკუთარ თავში ის ძალა, რომ ჩვენ აი ამ საჭირო ცვლილებებზე ვიმუშაოთ. თუნდაც ხო რომ ფოკუსი რაღაცაი ჩემი ოჯახიდან რომ ჩემი ოჯახის კეთილდღეობა ეს გახდეს უფრო ესეთი გლობალური რომ ჩემი საზოგადოების კეთილდღეობა და ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება. ერთი ცხოვრება არ ღირს იმათ რომ არასწორი იცხოვრო ალბათ. კი. ძალიან ეს მხოლოდ და მხოლოდ კი ბატონო დღეს შეიძლება ეს ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ეს ბრძოლა და ჩვენ სამუშაო აუცილებლად გვექნება ქართველებს, ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში გისურვებთ ეს ცვლილებებისადმი, ზრდისადმი, გაუმჯობესებისადმი მზაობას და ღიაობას.
და იმედია, რომ დადგება ჩვენთან ახალი წელი და ყველაფერი იქნება კარგად. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, შეგახსენებთ ჩვენი რესპონდენტი იყო ბატონ გიორგი ხარაიშვილი, ფსიქოლოგი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კლინიკა ესკულაპში ვიმყოფებით, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. ყველა ქართველს, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვართ დაგიწევთ სამედიცინო დახმარება, რითაც შეგვეძლება, მოგწანდით, მოგმართეთ. ჩვენი კლინიკის კარი ყოველთვის ღიაა და ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიურ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.